განწყობების აქცია წავკისში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ორგანიზებით დღის დაცვის კვირეული 15-დან 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. კვირეული ხეების დარგვის აქციით გაიხსნა, მაშინ მონაწილეობა თბილისის მერმაც მიიღო. კვირეულის დასრულების შემდეგ გამწვანებისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა თბილისის მერიას გადაეცემა. ირგვება საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით ძალიან ბევრი ხე ნიშნად იმისა, რომ ვიზრუნოთ მომავალზე თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვიზრუნოთ იმაზე, რომ მქონდეს ეკოლოგიურად უფრო მოწესრიგებული დედაქალაქი. მნიშვნელოვანია ამ ფონდის გამოცდილება და გარდა ამისა ამ პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და მოწყობილობები გადმოეცემა თბილისის მერიას. სამუშაოები აქ დაწყებულია უკვე რამდენიმე წლის წინ, ეს დამასრულებელი ეტაპია. საერთო ჯამში დაირგო 20,000 ენერგი, შემოიღება ტერიტორია, შესრულდა სხვა ტიპის სამუშაოები, კერძოდ გაიწმინდა ტერიტორია და სხვა სატყეო, ასე ვთქვათ, ღონისძიებები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვილაპარაკოთ, რომ მალე აქ ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ბუნებრივად წავა პროცესი ტყის ტრანსფორმაციისა.